რაც უფრო მეც ვიგებთ, მით უფრო ხვდებით, რომ ძალიან ცოტა რამ ვიცით. ამ პრინციპით მოტივირებული მეცნიერები არ წყვეტენ პროგრესის პროცესს. შესაბამისად, ჩვენს უკვე მზად გვაქვს კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეები. გამარჯობა. მარსის წარსულის საიდუმლოებითაა მოცული და მეცნიერები გამუდმებით ცდილობენ წითელი პლანეტის შესწავლას. ახალი აღმოჩენები კი ახალ კითხვებს პადებენ და პლანეტაც სულ უფრო მისტიური ხდება. მილიარდი წლის წინ მარსი გამოიყურებოდა თითქმის ისე, როგორც დედამიწა. მის სქელ ატმოსფეროში ნაზად გახვეულ ზედაპირზე ბრწყინავდნენ ოკეანეები. ახლა კი, როდესაც მან დაკარგა თავისი ატმოსფეროს 90% მარსი გახდა ცივი, მშრალი და სასტიკი ადგილი. რა შეიძლება ყოფილიყო ასეთი ტრანსფორმაციის მიზეზი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად NASA-მ წითელ პლანეტაზე გაუშვა აპარატი მევენა. 1 წლის წინ თანამგზავრმა მიაღწია მარსის ორბიტას და დაიწყო მის ატმოსფეროზე მონაცემების შეგროვება, რის საფუძველზეც მეცნიერებმა უკვე 49 სამეცნიერო ნაშრომი დაწერეს. უკანასკნელი მონაცემები ამტკიცებენ ჰიპოთეზას, რომ მზის ნაწილაკებმა, განსაკუთრებით მზეზე ნივთიერებათა კორონალურმა გამოყოფამ, ერთხელაც მარს ატმოსფერო წაართვა. ჩვენ ვიცით, რომ შედარებით ახალგაზრდა ვარსკვლავები უფრო აქტიურები არიან, თქვა დევიდ ბრეინმა, მევენის გუნდის წევრმა. ახალგაზრდა ვარსკვლავებზე უფრო ხშირად ხდება მზის შტორმი, ამასთან უფრო ინტენსიური. როგორც ჩანს, მარსიც თავის ახალგაზრდობაში სწორედ ასეთი შტორმების ქვეშ აღმოჩნდა. ჩვენ დასაბედნიერო დედამიწის მაგნიტურმა ველმა შეძლო წინააღმდეგობის გაწევა, ხოლო მარსს ნაკლებად გაუმართლა. თუმცა ერთ დროს მასაც ჰქონდა დამცავი მაგნიტორი ველი, მაგრამ ის რაღაც მომენტში გაქრა. კორონალური გამონაბოლქვის შედეგად დამუხტული ნაწილაკები ცუნამის ტალღებივით დაეჯახნენ მარსის ატმოსფეროს. მეცნიერები დიდი ხნის წინ ეჭვობდნენ, რომ სწორედ ამ ნაწილაკებს შეეძლოთ მარსის ატმოსფეროს დაშლა. ამჯერად მევენის გუნდის მიერ შეგროვილი მონაცემების საშუალებით საბოლოოდ არის შესაძლებელი დადგინდეს მათი როლი ამ პროცესში. მარსის მაგნიტური ველის დაკარგვა სავარაუდოდ გახდა საკვანძო ფაქტორი, მაგრამ მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ უცნობია თუ როგორ მოხდა ეს. შესაძლებელია, რომ მევენი, რომელიც ასევე ზომავს წითელი პლანეტის მაგნიტური ველის ნარჩენებს, შეძლებს იპოვოს პასუხი მოცემულ კითხვაზე. ჩვენ ყოველდღურად ვხედავთ მზეს, მაგრამ ბევრს წარმოდგენა არ აქვს, როგორია ის რეალურად და ფართო მასშტაბით. NASA ამის ნახვის შესაძლებლობას გვაძლევს. ჩვეულებრივ ცხოვრებაში მზის ყურება სპეციალური აღჭურვილობის გარეშე არ შეიძლება, რადგან ეს საკმაოდ საშიშია. სამაგიეროდ ვიდეო, რომელსაც დროდადრო აქვეყნებს ამერიკული კოსმოსური უწყება NASA, წარმოადგენს ჩვენს მანათობლის დაწვრილებით დათვალიერების უსაფრთხო საშუალებას. NASA-მ გამოაქვეყნა ნახევარსაათიანი ვიდეო, რომელიც ახდენს მზის სრულ დემონსტრირებას. გადაღების წარმოება მიმდინარეობდა კოსმოსური აპარატის Solar Dynamics Observatory-ის დახმარებით. NASA სპეციალისტების გუნდს 10 საათზე მეტი დასჭირდა იმისთვის, რომ კოსმოსური ობსერვატორიიდან მიღებული კადრებიდან აეცხოთ 1 წუთიანი ვიდეო. რგოლი ხელმისაწვდომია YouTube-ზე, ყველა შესაძლო გარჩევადობით, მათ შორის 4K. NASA სპეციალისტები მიღებულ ვიდეოს თერმობირთვულ ხელოვნებას უწოდებენ. კოსმოსური აპარატი SDO-მ დედამიწა 2010 წელს დატოვა. მის ძირითად ამოცანას წარმოადგენს მზის მეთვალყურეობა უწყვეტ რეჟიმში ორი განსაკუთრებული მოწყობილობის დახმარებით. SDO-ს მიერ დედამიწაზე ყოველდღურად გამოგზავნილი მონაცემების რაოდენობა შეადგენს 3 ტერაბაიტს. 2010-დან 2015 წლის პერიოდში NASA-მ მიიღო 2600 ტერაბაიტზე მეტი მონაცემი, მათ შორის 200 მილიონი მაღალი გარჩევადობის ფოტოსურათი. მეცნიერები აგრძელებენ კიბოს წინააღმდეგ ბრძოლას და ახალ მეთოდებს ეძებენ. თუმცა როგორც იტყვიან, ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია. კიბოსთან ბრძოლის მეთოდების უმრავლესობა თანამედროვე მედიცინაში დიდი ოდენობით ზარალთან არის დაკავშირებული. უბრალოდ კიბოს უჯრედები რადიაციისა და ქიმიოთერაპიის მიმართ მეტად მგრძნობიარეა, ვიდრე ჯამთელი უჯრედები მაღალი მეტაბოლიზმის შედეგად, მაგრამ რა მოხდებოდა, რომ შეგვეძლოს მათი გამორჩევით მოკლა? შესაძლებელია ეს რეალური გახდეს ახალ ვირუსთან ერთად, რომელიც ახლახანს დაამტკიცა FDA-მ. ვირუსი დაპროგრამებულია კანის კიბოს, მელანომის ძიებასა და განადგურებაზე. მრავალი წლის მანძილზე მეცნიერებმა იცოდნენ, რომ ვირუსების დახმარებით კიბოსთან ბრძოლა ტექნიკურად შესაძლებელია. ბოლოს და ბოლოს, უჯრედების არარეგულირებადი ზრდის პროცესში, რომელიც წარმოადგენს კიბოს განმამსხვავებელ ნიშანს, უჯრედების ბევრი ვირუს-საწინააღმდეგო მექანიზმი ითიშება. ვირუსის შექმნა, რომელსაც შეუძლია კიბოს უჯრედების განადგურება და ნორმალურის ხელშეუხებლად დატოვება, მაგრამ ბიოტექნოლოგიურმა ფირმამ ამ გენმა შეძლო განხორციელება. ამ სპეციფიური მკურნალობის ეფექტურობა ჯერჯერობით საკმაოდ ბუნდოვანია, მაგრამ ეს მთლიანობაში დაავადებასთან ბრძოლის მიმართულებით დიდი ნაბიჯია. ეს ყველაფერი კარგად ჟღერს, მაგრამ ვირუსს არ შეუძლია მყისიერად მელანომის განკურნება. კლინიკურ კვლევებში 436 პაციენტის ბაზაზე მან პაციენტებს სიცოცხლე მხოლოდ 4.4 თვით გაუხანგრძლივა. ეს არ არის მკვეთრი გაუმჯობესება, მაგრამ ექიმები თვლიან, რომ მკურნალობის სხვა მეთოდებთან ერთად ვირუსს შეიძლება ჰქონდეს სერიოზული შედეგები.
ცხოვრების ეს მოკრძალებული განხანგრძლივება ხელმისაწვდომია კოლოსალურ ფასად $65,000. ყოველ შემთხვევაში ამჟამად ასეა. მოცემული მეთოდის ჭეშმარიტი მნიშვნელობა მდგომარეობს პრინციპის დამტკიცებაში. ბიოტექნოლოგებმა მიაღწიეს წერტილს, როდესაც შეუძლიათ ვირუსის ჩვენ დასახმარებლად ადაპტირება, რათა გვერდითი მოვლენები არ იყოს იმაზე ცუდი, ვიდრე სტანდარტულ პრეპარატებს ახასიათებთ. გაიგო პრობლემის საფუძველი. ეს პირველი ნაბიჯია ამ პრობლემის გადასაჭრელად. ამიტომ ვარაუდობ, რომ მომავალში ადამიანებს ალერგია აღარ შეაწუხებთ. ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის მკვლევართა გუნდმა შეძლო ალერგიის წარმოშობის ახსნა. როგორც გაირკვა, ალერგიული რეაქცია წარმოადგენს იმუნური სისტემის მცდარ პასუხს გარემოს არამავნე ნივთიერებებზე. როგორც ვიცით, ადამიანის იმუნური სისტემა ფორმირდება ევოლუციის პროცესში და მისი მთავარი მიზანია წინააღმდეგობა გაუწიოს პარაზიტული ორგანიზმების მიერ გადამდებთ დაავადებებს. თუმცა მედიცინაში დიდი წარმატების შედეგად ჩვენ შევძლებთ ასეთი პარაზიტების უმრავლესობის დაძლევა და ახლა იმუნური სისტემა ალერგენებს შეცდომით პარაზიტებად აღიქვამს. მკვლევარებმა ნიკოლას ფერნჰემის ხელმძღვანელობით გამოიყენეს გამომთვლელი ბიოლოგიის მეთოდები, იმისთვის რომ გაეთვალათ ჭია პარაზიტების ორგანიზმებიდან რომელ ცილებს შეეძლოთ გამოეწვიათ ანალოგიური ალერგიული რეაქცია. როგორც გაირკვა, ერთ-ერთი ასეთი ცილა შედის მცენარეების მტვერის შემადგენლობაში, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ძალიან გავრცელებულ ალერგენს. ალერგია ეს საფასურია, რომელსაც კაცობრიობა იხდის პარაზიტებისგან გადარჩენისთვის, განაცხადა ექიმა ფერნჰემ. ნიკოლასისა და მისი კოლეგების დასკვნები ირიბად დასტურდება სხვა მკვლევარების მიერ. ასე პრიმიტიული ცხოვრების წესის მქონე ერების შესწავლამ აჩვენა, რომ მათ ორგანიზმში მცხოვრები ბაქტერიები და პარაზიტები იცავენ მათ ბევრი დაავადებისგან, რომელიც დამახასიათებელია თანამედროვე განვითარებული საზოგადოებისთვის. ამგვარად, ნაწლავური მიკრობებისა და ჭია პარაზიტების დაკარგვა წარმოადგენს ავტონომიური დაავადებების ხელშემწყობ ერთ-ერთ ფაქტორს. იყიდეთ წყალი, მიირთვით და ახლა არ იცით საწაიღოთ ბოთლი. ან უფრო მეტიც ზრუნავთ ეკოლოგიაზე და წარმოიდგინეთ რამხელა ზიანს მოუტანს პლასმასის საყვარელ დედამიწას. ამ დროს მალე ნოსტალგიით გაიხსენებთ, ისე როგორც კასეტის და პასტის კავშირს ფრჩხილის ლაკთან. სფერულ კონტეინერს წყლის ბუშტი საფუძვლიანად შეიძლება უწოდოთ რევოლუცია სასმელებისთვის განკუთვნილი ჭურჭლის სფეროში. ნაწარმის მთავარი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ის შეიძლება მოვაყოლოთ დალეულ შიგთავს, ვინაიდან წყლის ბუშტი შექმნილია სრულიად საკვებ წყალმცენარეებისა და კალცის ქლორიდისგან. წყლის ბუშტის სახელწოდებით ოჰოს პრეზენტაცია შედგა კლიმატის სფეროში ინოვაციების ტრადიციულ ფესტივალზე ბირმინგემში, რომლის მონაწილეებმა წარმოადგინეს ახალი ტექნოლოგიები გარემოს გასაუმჯობესებლად. შემქმნელები იმედოვნებენ, რომ მათი ქმნილება წარსულს ჩააბარებს პლასმასის ბოთლს, რომელიც გახდა ჩვენი ცივილიზაციის უდიდესი პრობლემა. უჩვეულო კონტეინერი დამზადებულია ყინულის სფერული ნატეხების დამუშავების გზით, ზემოთ ნახსენები კომპონენტებით მემბრანის თხევადი ფორმით. ამასთან გარეგარსი მყარდება, ხოლო ყინული შიგნით დნება. ყველაფერი ეს ერთად წარმოქმნის წყლის ბურთს. შიგთავსის დასალევად აუცილებელია მისი ჩაკბეჭა ან გახვრეტა. სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ხელოვნური კანი, რომელიც ძალიან მგრძნობიარია და თმის ღერის შეხებასაც აღიქვამს. მსგავსი ტექნოლოგია ახალ საფეხურზე გადაიყვანს პროთეზების განვითარებას. სამხრეთ კორეული ქალაქ ულსანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ნაციონალური ინსტიტუტის მეცნიერებმა პროფესორ იონგ ჰვა პარკის ხელმძღვანელობით გამოიგონეს მგრძნობიარე ელექტროკანი. სატესტო ცდების დროს ის რეაგირებდა მასზე დაცემულ წყლის წვეთებზე და მეტიც გრძნობდა მასზე მოთავსებულ ადამიანის თმას. პროფესორმა პაკმა და მისმა კოლეგებმა შექმნეს ფეროელექტროფირები, რომლებიც ადამიანის თითის კანის მიკროსკოპული ღარების იმიტირებას ახდენენ. მასში დამატებული პოლიმერისა და გრაფენის ოქსიდისგან შემდგარი მასალის ხარჯზე მათ შეიძინეს მგრძნობელობა. აქედან გამომდინარე ელექტროსიგნალების დახმარებით მათ შეუძლიათ განსაზღვრონ ობიექტის შეხება და მისი ტემპერატურა. ელექტროკანი აფასებს მასზე დაცემული წვეთების წნევის ძალასა და ტემპერატურას. მეცნიერებმა ასევე დააფიქსირეს ხელოვნური თითის რეაქცია წნევაზე, რომელიც წარმოიშვა ადამიანის თმისგან. მოცემული ტექნოლოგია თავის გამოყენების ადგილს პოვებს რობოტექნიკური პროთეზებისა და ახალი თაობის რობოტების შექმნაში, რომლებიც შეძლებენ ეფექტურად მოახდინონ ობიექტების მანიპულირება, განსაზღვრონ ზედაპირის ტექსტურა, სიმკვრივე და ტემპერატურა. თვითმფრინავის აფრენა და დაჯდომა ეს ყველაზე რთული და სახიფათო მანევრია. ამიტომ მეცნიერები მუშაობენ ამ პრობლემის გადასაჭრელად და შედეგსაც ახლა ვნახავთ. სტატისტიკურად 66%-მდე საავიაციო შემთხვევები სავალალო შედეგებით სრულდება აფრენისა და დაჯდომისას. თუმცა საჰაერო მოძრაობის მართვის ამჟამად არსებული სისტემები ძირითადად განკუთვნილია საჰაერო ხომალდების კონტროლისთვის მათი კურსზე გასვლის შემდეგ. ამ ჩავარდნის აღმოსაფხვრელად შექმნილია სისტემა ALTA-CAS.
კომპლექსი შემუშავებულია კომპანია Altakas Technologies მიერ და წარმოადგენს საჰაერო მოძრაობის მართვის არსებული სისტემების დამატებას ასაფრენ ბილიკზე ავარიების გაფრთხილების მიზნით. მასზე მიმდინარე მოვლენების კონტროლს მოახდენენ ლაზერები და მიკროპროცესორები. ამასთან ასაფრენი ბილიკის გაკონტროლებას თავად თვითმფრინავები ახდენენ. Altakas ხელს შეუშლის საჰაერო ხომალდების შეჯახებას საპირისპირო კურსებზე არსებული თვითმფრინავების კონტროლის გზით. სახიფათო სიტუაციის წარმოშობის დროს სისტემა აფრთხილებს ორივე ეკიპაჟსა და სახმელეთო მართვის პუნქტს. სისტემის ერთ-ერთ მთავარ ელემენტს წარმოადგენს მრავალმიმართული რადარი MRAH, რომელიც დამაგრებულია ფრთებზე ან კორპუსზე. ის შედგება ნახევარსფერული მოძრავი კორპუსისგან, სადაც განთავსებულია ლიდარები, ლაზერული შორსმზომავები, სენსორები და მიმღებები. სისტემის მეორე ნაწილს წარმოადგენს მონაცემების მართვისა და დამუშავების ბლოკი CPU, რომელიც შედგება ცენტრალური პროცესორისა და მართვის დისპლეისგან და მოთავსებულია ეკიპაჟის კაბინაში. ის შეერთებულია აეროდრომის მოძრაობის მართვის სისტემის დისტანციურ პროცესორთან. მუშაობის პროცესში სისტემა Altakas აწვდის პილოტს ინფორმაციას ასაფრენი მასის, საჰაერო ხომალდის სიჩქარისა და ქარის სიჩქარის შესახებ. შემდეგ სისტემა იწყებს ბილიკისა და მის ზევით სივრცის სკანირებას. ხედვის სექტორში სხვა თვითმფრინავების ან სახმელეთო ობიექტების გამოჩენის შემთხვევაში Altakas აანალიზებს მდგომარეობას და საშიშროების შემთხვევაში იძლევა გაფრთხილებას. დრონი ამ საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული გამოგონებაა. თუმცა ადამიანისთვის მისი მართვა არც ისე მარტივია, განსაკუთრებით ექსტრემალურ სიტუაციებში. ამიტომ კარგი იქნებოდა დრონს რომ დამოუკიდებლად შეეძლოს წინააღმდეგობების თავიდან არიდება. ჩვენ მიჩვეულები ვართ იმას, რომ დრონები მოქმედებენ მხოლოდ ადამიანების მართვის ქვეშ, მაგრამ MIT-ის მეცნიერებათა კანდიდატი Andrew Barry კატეგორიულად არ ეგუებოდა ზემოთხსენებულ სტერეოტიპს. ამიტომაც შეიმუშავა სისტემა, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს მისცემს საშუალებას დამოუკიდებლად აარიდონ თავი წინააღმდეგობებს. სწორედ ამას იხილავთ ვიდეოში, რომელიც გადაღებულია უშუალოდ საველე ტესტირების დროს. Andrew Barry დაკავებულია MIT-ში ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული პროექტებით. დრონებთან მუშაობის დროს მას ამოძრავებდა ერთადერთი აზრი, როგორ ვაიძულოთ დრონები შეწყვიტონ ფრენის დროს ყველაფერთან დაჯახება. მან შეძლო ალგორითმის შემუშავება, რომელიც საშუალებას აძლევს უპილოტო აპარატს პრაქტიკულად სრულიად ავტონომიური გახდეს. ამისთვის აუცილებელია დრონის აღჭურვა ორი ობიექტივის მქონე სტერეოსკოპული კამერით, ასევე ორი მობილური 4-ბირთვიანი პროცესორით რეალურ დროში ტრაექტორიის რთული გათვლებისთვის. დრონის აწყობა Andrews დაუჯდა $1,700. კამერები დრონს საშუალებას აძლევს შეამჩნიოს ყველა ობიექტი 10 მეტრის რადიუსში. კამერების კადრების სიხშირე შეადგენს 120 კადრი წამში, რაც ინფორმაციის მაქსიმალურად სწრაფად და ზუსტად დამუშავების საშუალებას იძლევა. Andrews მიერ შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფა დრონს ფაქტიურად საშუალებას აძლევს დაინახოს გარემო დეტალებში, აღმოაჩინოს ნებისმიერი ხარვეზი და ახალი მონაცემების გათვალისწინებით მოახდინოს ტრაექტორიის კორექტირება. ვიდეო ახდენს ალგორითმის მაღალი ეფექტურობის დემონსტრირებას. გადაღებები ხორციელდებოდა ერთდროულად რამდენიმე წერტილიდან, მათ შორის დრონზე დაყენებული კამერებით. დრონის ფრენის სიჩქარე შეადგენდა დაახლოებით 50 კმ/სთ. ახლა გაგაცნობთ კამერას, რომელიც შესაძლებლობების ახალ სპექტრს ხსნის. მსგავსი კამერა აქამდეც არსებობდა, თუმცა მისი საშუალებით ვიდეოს ჩაწერა შეუძლებელი იყო. ნახოთ როგორია ამ საკმაოდ ძვირი სიამოვნების დეტალები. 3 წლის წინ Lightroom შექმნა კამერა, რომელსაც შეუძლია სინათლის ველის დაჭერა კადრში და კადრის ფოკუსური სიღრმის შეცვლა გადაღების შემდგომ. კომპანიამ გამოუშვა ორი ფოტოაპარატი, ერთი რომელიც გავს კალეიდოსკოპს, ხოლო მეორე DSLR კამერას, თუმცა არც ერთს არ ჰქონდა ვიდეო გადაღების ფუნქცია, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო. Lightroom მოახდინა თავისი გამოგონების რეალიზაცია ახალ პროდუქტში, რომელიც ორიენტირებულია ფილმის შემქმნელებსა და გეიმერებზე. Imergy ეს დიდი ნაბიჯია ვირტუალური რეალობის სფეროში. ახალი ვიდეოკამერა სინათლის ველის ტექნოლოგიების ბაზაზე იმერსული კომპიუტერული გრაფიკის ელემენტებითა და ცოცხალი გამოსახულებით ვიდეოს გადაღების საშუალებას იძლევა, აცხადებს Tech Times. თუმცა Imergy ეს უფრო მეტია ვიდრე ვირტუალური რეალობის კამერა. ეს არის მთლიანი სისტემა პროგრამული უზრუნველყოფით, რომელიც მხარდაჭერილია სხვადასხვა VR გარნიტურით. Lightroom Imergy შეიძლება აღიწეროს როგორც კამერათა მასივი, რომლებიც აფიქსირებენ მომხმარებლის ირგვლივ სრულ სივრცეს. უამრავი ამთვლელისაგან შემდგარი სისტემა მომხმარებელს საშუალებას აძლევს გადაადგილდეს 3 განზომილებიან სივრცეში 6 დონით. ნათქვამია, რომ ტექნოლოგიის მიზანი მდგომარეობს ვირტუალური რეალობის მოწყობილობებისთვის პროფესიონალური კონტენტის შექმნაში კომპიუტერული გრაფიკისა და ცოცხალი გამოსახულების ყველაზე არაძვირადღირებული მეთოდით შეერთების ხარჯზე. კამერა Imergy არაუბრალოდ 360 გრადუსზე იღებს, არამედ უშვებს ჩაწერილ სცენას, იღებს შუქის მიმართულებასა და ინტენსივობაზე ინფორმაციას და ამით აანალიზებს ნივთების ფერებს და ასევე ობიექტებს შორის მანძილს. მოსალოდნელია, რომ სისტემის ღირებულება გამოისახება $100,000. პროტოტიპის გამოსვლა დაგეგმილია 2016 წლის პირველ კვარტალში.
კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროს სპეციალისტები აწყვეტენ მცდელობას გააერთიანონ ერთ მთლიანობად ადამიანი და კომპიუტერი. ნახოთ. ერთ-ერთი მიმართულება, გაუმჯობესება, უფრო ზუსტად კი ჩვეული ინტერფეისის ცვლილება. თვალსაჩინო მაგალითია მოწყობილობა ციფრული ხელთათმანის გესტის სახით, რომელმაც უნდა შეცვალოს კლასიკური კლავიატურა და თაგვი. გესტის შემქმნელი გვთავაზობს თავისი ნაწარმის უჩვეულო დიზაინს, რომელიც კომპიუტერის მართვის შესაძლებლობას იძლევა ხელების მოძრაობის დახმარებით. ეს ერთგვარი ციფრული ინსტრუმენტია, რომელიც შედგება ხელზე დამაგრებული ჟესტების კონტროლერისა და შემუშავების საშუალებების კომპლექტისგან, რომლის დახმარებით შესაძლებელია საკუთარი აპლიკაციების შექმნა. ჟესტების კონტროლერის სპეციალური მარეგულირებელი კამრისა და 4 სათითე სენსორის მეშვეობით ერგება ნებისმიერი ზომის ხელს. სულ თითოეულ ხელზე თავსდება 15 სენსორი. თითებზე დაყენებულია ისეთივე აქსელომეტრები, ჰიროსკოპები, მაგნიტომეტრები, როგორიც ჩვეულებრივ სმარტფონებში. გესტის პროგრამული უზრუნველყოფა რეაგირებს ხელის უმნიშვნელო მოძრაობაზეც, რის შედეგადაც მოწყობილობის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ თითოეული მომხმარებლისთვის მართვის პერსონალური მოდელი ფორმირდება. 2015 წლის Need for Speed-ს ბევრი გამოხმაურება მოყვა. ბევრს მოეწონა მსგავსი თამაში, ბევრს არა. საბოლოო ჯამში კი ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია. 3 ნოემბერს შედგა Ghost Games-ის ახალი Need for Speed-ის პრემიერა, რომელშიც აღინიშნა სარბოლო სერიის სრული გადატვირთვა. პრემიერასთან ერთად Electronic Arts-მა მოხსნა აკრძალვა რეცენზიის პუბლიკაციაზე. საერთო ჯამში დასავლურმა პრესამ თამაში სხვადასხვაგვარად მიიღო. Metacritic-ზე Xbox One-ის ვერსიის საშუალო ქულამ შეადგინა 100-დან 63, ხოლო PlayStation 4-ზე 100-დან 71. IGN-ის თანამშრომლებისგან Luke Relis-გან თამაშმა 10-დან 6.3 ქულა მიიღო. ჟურნალისტმა აღნიშნა შესანიშნავი გრაფიკა და ხმოვანი რიგი, სასიამოვნო მართვა და სათუთი ურთიერთობა რეალურ საავტომობილო კულტურასთან, თუმცა ნაკლი უფრო მეტი აღმოჩნდა. წარმავალი სიუჟეტი, წარუმატებელი მულტიპლეიერი, დაუხვეწავი სპეცეფექტები, სუსტი ხელოვნური ინტელექტი, დრაგ რეისინგის დეფიციტი და თამაშის დაპაუზების ფუნქციის არ ქონა. Need for Speed გამოიყურება და ჟღერს მშვენივრად, მაგრამ თითქოს კაპოტის ქვეშ ყველა ცილინდრი არ მუშაობს, განაცხადა ჟურნალისტმა. თამაში გაყიდვაში გამოვიდა PlayStation 4-სა და Xbox One-ისთვის, ხოლო პერსონალური კომპიუტერის ვერსიის გამოსვლა შეფერხდა 2016 წლამდე. უკვე დიდი ხანია Warcraft-ის ფანები ოცნებობდნენ ამავე თამაშის მიხედვით გადაღებულ ფილმზე და როგორც იქნა მათ ეს ლოდინი რეალობად ექცათ. ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ფილმის პირველი ტრეილერი. Blizzard Entertainment, Legendary Pictures და Universal Pictures-მა წარმოადგინეს ფილმ Warcraft-ის ტრეილერი. Warcraft წარმოადგენს სამგანზომილებიან ეპიკურ თავგადასავალს, რომლის მოქმედებაც ვითარდება Blizzard-ის მიერ შექმნილ სამყაროში. ფილმის რეჟისორია Duncan Jones-ი, რომელიც ცნობილია ნამუშევრებით მთვარე 2012 და საწყისი კოდი. ფილმის პრემიერა დაგეგმილია მომავალი წლის 10 ივნისს. 123 დღიანი გადაღებები 2014 წლის მაისში დასრულდა. Find these beasts, or whatever they are. Our world is dying. There is nothing to go back to. If our people are to survive, we must make a home here. Whatever happens. Whatever happens. If we do not unite, our world will perish. This doesn't need to happen. There is one who may help us. For orcs, there is no other life but war. No, but with the humans' help, there could be. Why are you here? To save our people. Can we trust him? They're beasts. They should all be destroyed. Are you sure about that? We'll protect the kingdom, you and I. You side with the humans against your own kind. This is suicide. We have no choice. We should attack with full force. Whatever you plan to do, do it now! ციფრული დაიჯესტის ახალ გამოშვებამდე დარჩენილი ერთი კვირით დამშვიდობების დრო უკვე დადგა. ნახვამდის.